არ ვიცი ვის სჭირდება ამის გაგება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შოთა რუსთაველი მესხეთიდან არ იყო. ის იყო ჰერეთის ერისთავი და ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი. ვინმე მესხი-მელექსე, რომელიც პოემაში არის ნახსენები, სინამდვილეში არანაირ კავშირში არ არის ავტორთან. მაგრამ ჩვენ თუ ჩავუღმავდებით ისტორიულ წყაროებს, მად მივხვდებით, რომ სწორედ აქ იწყება შოთა რუსთაველის ნამდვილი ისტორია. ჰერეთის ბაგრატიონების შემდეგ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა: თუ ვინ იყო შოთა რუსთაველი სინამდვილეში? როგორც ისტორიული ცნობებიდან ხვდებით, შოთა გრიგოლის უფროსი ვაჟი იყო. სწორედაც მას გადაეცა ჰერეთის ერისთავობა. ისტორიული წყაროებიდან ხვდებით, რომ შოთა რუსთაველი 1066 წელს დაიბადა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ახალგაზრდობის შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცით. არ ვიცით, როგორი იყო პატარა შოთა, როგორ იზრდებოდა, ან როდის დაიწყო სწავლა. და მიიღო ისეთი განათლება, რომლის მასშტაბიც პირდაპირ იგრძნობა ვეფხისტყაოსანში. შოთა რუსთაველი უბრალოდ პოეტი არ ყოფილა. ის ფლობდა ფილოსოფიას, ისტორიას, რელიგიას, პოლიტიკას, დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებს. ყველაზე საინტერესო კი სწორედ აქ იწყება. ვეფხისტყაოსანი სავარაუდოდ შოთას პირველი ნაწარმოები არ ყოფილა. ისტორიიდან ირკვევა, რომ შოთა რუსთაველს ვეფხისტყაოსნის გარდა კიდევ ორი ნაწარმოები აქვს შექმნილი. ერთი არის იოსებ შვენიერზე და მეორე ქებანი, რომელიც სამუდამოდ დაკარგულია. ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ვეფხისტყაოსანი. შოთა რუსთაველმა მე-12 საუკუნეში შეძლო და შექმნა უკვდავი ნაწარმოები, რომელმაც ქართველების გულში წარუშლელი კვალი დატოვა. თუ გინდათ გაიგოთ მეტი შოთა რუსთაველის საიდუმლო ვინაობის შესახებ, მაშინ არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს დალაიქება და ჩვენი გვერდის გამოწვევა.